ძლივს რომ დაამონტაჟებ, გადმოწერ, მერე რომ დადებ და ელოდები 2 საათი, როდის აიჭირდება. ვაიმე, 9:30-ზე დაიდო ვლოგი, წამწამს დაიდო. 9 ხალხო, ღამის. ინტერნეტი. მადლობა, ვინც მიყურებთ, ესე ქვია. ვინმე თუ ნახავთ ჩემ ვიდეოს. ძალიან გაუბრაზდი ინტერნეტს. არ იმსახურებდი ხა მაგას მე, რომ 2 საათი მეწვალა. დაღლილი, დაქანცული სამსახურიდან მოსული ადამიანი, ვზივარ, ვამონტაჟებ და მე 2 საათი ვეხვეწები, რომ აიტვირთოს, რომელ ინტერნეტის იმაზე გადავედი, Wi-Fi-საც ვიყავი, მე ჩემს ინტერნეტზე გადმოვედი, იქნება აქ მაინც მალე აიტვირთოს თქო, მობილურის ინტერნეტზე. რა ის მობილურის ინტერნეტი ხალხო, ვინ თქვა რომ უფრო ჩქარია, მაინც Wi-Fi-ით აიტვირთა. ვაიმე. ახვალ მარიკო მამაკაცო. სასეინოს მიბრძანდება ბაღიდან. ბაღელებთან ერთად. ტყე პარკი უნდა დაათვალიერონ. იქ სადაც დედიკომ და მამიკომ მოაწყეს ფოტოსესია. ჯვრის წერის მერე, ჯვრის წერის დღეს ბუდიში. დეიტა რა შეგრძნება ეკნება. მესამე დღეს მერე ჩვენც წავალთ ჩემი ჯგუფი. ბავშვმა შეიგრძნო ერთობლიობა, წესრიგი, გარეთ გასulis ის ყველაფერი ნახონ, ხეები, ფოთლები, ეს ყველაფერი შემოდგომა და რა თქმა უნდა ძალიან თემატურია. ხო და მერე ჩვენ წავალთ. მე იმედი არის ვიმებს არც ხვალ და არც ჩვენი წასვლის დღეს რომ მარიკო და ნასიამოვნები დამიბრუნდეს. ანუ ეხა ბრაზდები რაზე იცით და კობას დავპირდი ყავაზე დაგელოდები თქო. ანუ აი რაზე ვფიქრობდი რომ ვპირდებოდი გაფიცებთ. რას პირდები შულო ეგ მოდის რომელსაც და ზიდალი იყო დაიცინე. და პორტი ვარ. ეხა მეცინება რაზე იცით. ჩემი მეწყვილე ჯგუფთან ვისთან ერთადაც ვართ, არის ჩემი ახალი თანამშრომელი, რომელიც 2 თვე რაც შემოგვიერთდა და ჩემთან ესე უშუალოდ კონტაქტი უკვე რაც 1 თვე, ანუ ჩემი და თიას კონტაქტი არის 1 თვე. რაც ერთად ვმუშაობთ და აი როგორ გითხრათ, ხო არის ყველი და პური, აი ყველაზე ისეთი გემრიელი როა, ჩემთვის არის ყველი მიყვარს და პურიც ერთად და სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. აი ყველი და პური ვითხართო, ხო იცი? ეგრევად მე და თია. ანუ ერთმანეთს რომ შევხედავთ, იქ არ ჭირდება თქმა, ეს გავაკეთო თუ ის გავაკეთო თუ რა გავაკეთო თუ ასე გავაკეთო თუ ბავშვები ისე დავსვათ, ანუ ხვდებით? ანუ ერთმანეთს რომ შევხედავთ, უკვე გასაგებია რა გვინდა. ესე ვარ და თან აი ძალიან ხიარულები ვართ ორივე რა, აი ძალიან ბევრს მღერი და ვცეკვავთ და აი ძალიან კონტაქტურები თან და მთელი დღე რომ ვლაქლაქებთ და პირს არ ვაჩერებთ და ვწუნებთ და ძალიან ძალიან კაი და საერთოდ ძალიან კარგია როცა გაგიმართლებს თანამშრომელში და შეება თანამშრომელში ესე გარე თანამშრომელი, ანუ ნახე გარეს რას გულისხმობ ხარ შემთხვევაში. მე უშუალოდ ჯგუფში ვართ ერთად და ეს კიდე სხვა კომფორტია, როცა შენთვის ძალიან ისე ღირებული ხდება ხო ადამიანი და საერთო ენა გაქვთ, საქმის მიმართ საერთო ენა რო გაქვთ, ხო? ხო კიდე სხვა კომფორტია.
და გარეს ვიძახი, ხა სხვა თანამშრომლები ვინც არიან, ხა იმაშიც რო გაგიმართებს, რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ჯგუფშიო გაგიმართლებს. კიდე სხვა რამე, იმიტომ რომ მასთან ხარ, რა ვიცი, დილის 9-ის ნახევრიდან ერთად მოვდივართ ხოლმე ყოველთვის. თითქმის ვისტახებრად ღამის, ამიტომ ძალიან დიდი კომფორტია ნამდვილად, როცა მყავს ისეთი თანამშრომელი რა. ხოდა დღეს თქვა სიტყვა, არა ადრეც აქვს ნათქვამი და რაც არ მივიქცევი ესე ძალიან ყურადღება თუ არ ვიცი. მე დღეს ხახო პირაღამს კამიდან გადავარდი. რაღაცას მიყვება. მე ხაც მეცნება იმ სახელობა ხასედება. სხედავთ და ესო ვიღაცაზე მიყვება მოკლედ. ეს მოწკეპილი როსის. თქვენ რა თქმა უნდა ესე არ გაგეცინებათ, იმიტომ რომ იმის სახე უნდა დაგენახათ და თან ისე კარგად თქვა. ეს რა მოწკეპილი როზის. ცუდად გავხდი. ხო და ძალიან კარგი სიტყვა, რასაც აუცილებლად დოდონაც გამოიყენებს, მოწკეპილი. ძალიან კარგი სიტყვა, რასაც დოდონა აუცილებლად აიტაცებს. და იმდენი ვიცინე და რაც მოვედი ხალხო. მახსენდება ეგ სიტყვა და გიჟივით ხარხარებ. საცუდად ვარ. ღმერთმა სასაცილოდ მოგცეს საქმე, რა ვიცი, სულ გვეცინებოდეს ხალხო და სულ გვემღერებოდეს, სულ გვეცეკვებოდეს და სულ ისეთი დღეები გქონდეს, ფეიერვერკული. ჩვენ ხო ვიცით, რომ არის სხვა დღეები, ისეთი დღეებიც რა, მძიმე დღეები, მაგრამ მოდი იმაზე ნოვიფიქრებთ, ეს ისედაც გვაქვს და ისედაც არ გვინდა. ხო და პოზიტიურად მივუდგეთ რა ყველაფერს ვერ. ხო ხდებით რასაც გულის ხო. და მესაც ხო იცით როგორი ქუთქუთა და მხიარული ვარ, მაგრამ ისიც ხო იცით როგორ მეღვინთება ხოლმე სახე, მაგრამ რა ვქნათ ადამიანები ვართ, ხან ისე ვართ, ხან ასე ვართ. ხო და ძალიან დიდი კომფორტია, როცა მნიშვნელოვანი ადამიანი გყავს გვერდით რა, ვისაც შენი ესმის, ვისთანაც იზოლებული ხარ იმუშაო კი არა იმ ადამიანთან ერთად, ვისთანაც კომფორტია მუშაობა და ასე ერთმანეთის ხურობაზე გეცინება, ხო ხდებით რას ვიძახი. და ეგ სიტყვა რო თქვა მოწკეპილი, კინახავსკამიდან გადავარდი, ხალხო ხარხარებდი და მეტროში გამახსენდა მე ეგ მოწკეპილი სიტყვა და თან იმის სახე რომ ხსენდება და რა დონემდე ხარხარებდი მეტროში ვერ აკიხს და ხო თავ შეიკავე, თავ ვერ შევიკავე, ვერ შევიკავე. ძალიან ბევრი ვიცინე. ძალიან რთულია, როცა ისეთ გარემოში ხარ, სადაც ძალიან არ მოგწონს ის ადამიანი. ხო ძალიან არ მოგწონს ადამიანი. მე ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ზოგადად მომწონს, მომწონდა იქ სადაც მიმუშავე, სად მიმუშავე, მე თეატრი და ბაღის სხვადასხვა მიმუშავე. ესე დიდხანს და ისე თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სკოლაში ვიმუშავე ძალიან ცოტა ხანს. წრე გქონდა. ესე დიდად ხო, სხვაგან მერს და მიმუშავე და ეს არის. და უნდა თქვა. ეს რო შევკრიბოთ ყველაფერი ერთად, ზოგადად ძალიან ბევრ პლუსია, ვინც ბოჭიში ხარ. ძალიან ის არის პლუსია, ვინც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები გახდნენ და ზოგი მოგონება ჩემოვრჩა, ზოგთან გავაგრძელე ურთიერთობა, ზოგი უბრალოდ ჩემს გულშია და იმის იქით არ არის საჭირო დიდად ურთიერთობები. უბრალოდ მიყვარს და მორჩა, დადებითად ვარ გაწყობილი. და ზოგადად ხო დიდი პროცენტი ნამდვილად არის ეგეთი ადამიანების და ნამდვილად გამიმართლა მაგაში, მაგრამ შევა 15 კაციდან ერთი იყოს ისეთი გველგესლა, რომ სულ გადაფაროს ყველაფერი და როგორ იყოთ იცი, რომ იმ გარემოდა რო კიდე გაქცევა, გაქცევა რო კიდე გარემოში არ კიდე. შევა ყოველას
კარგი იყოს და იმ ერთმა ბოლო მოგიღოს და ნიგანაგაოს ისეთი იყოს რა. მე აქაც ძალიან ისეთი ადამიანები მყავს, ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატრიოტი და ძალიან ჭირი ადამიანები არიან. ეხლა სადაც მუშაობ ან ძალიან და ძალიან დიდ პატრიოტს მშრომელ ადამიანებს. აი ხა მაგალითად ჩემი თია, ვიზეც მოწყებილი თქოსავ. მშრომელი გოგო, ანუ აი ხო არის ზარმაცი ტიპები რო არიან თუ მშრომელი არა. აი მე შემიძლია ვთქვა, რომ არც მე და არც თეა ანუ ვერ ვთუნდებით. ანუ ხო არ ვთუნდებით. ვერ ვთუნდებით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, აი ისო საქმე გვაქვს, აი სულ რაღაცას ვაკეთებთ, სულ რაღაცას სიახლეს ვაკეთებთ, სულ რაღაცა ხადახად მოდი დაჯეკიშვილო რა, შენ ჩემთოს ვეტყვი. გაჩერდი, სადღაც გაჩერდი, ხო გაჩერდე. მშრომელი ადამიანები მიყვარს. ხო ჩემი მისის მადონა მოვა, ანუ ინგლისურის პედაგოგი. ძალიან, ანუ მისის მადო არსებობს, რაც ბაღი არსებობს. იმდენი წელია, რაც მაგ ბაღშია მოკლედ რო გითხრა. ისტერულად ვამტკნარებს, ხო ისტერულად ვამტკნარებს. აი რომელსაც ახლა დავიცინო, რომ მეყოს ძილი, ვინმე მამიხსენით. აი ძილი კი არ მეყოს, უბრალოდ ვერ ასწრებს ალბათ სხეული და გონება დასვენებას. მაგრამ იგივე არ არის ძილი რო. რა ვერ გავიგე. არ მომისმინოთ მე ვერ ავყარ. ხანდახში გადაში კარბომისმინოთ. გადმოვალაგე ისე ჩემი კალორიების რვეული, იმიტომ რომ ცოტა მატება მაქვს და უკვე აი ნერვებმა ამას ხა. იმიტომ რომ ძალიან კარგად მას ვქენი ვიკვებე ბოლო პერიოდი, აი ეს გადაღლა და სტრესი მშვენივრად გავადეიტრალე, რომ მოვიდიოდი ქეიფით. თუმცა მე კალორიულ დეფიციტში ვქეიფობდი, მაგრამ დეფიციტი რო ქვია უკვე რაღაცა. რაღაც საფხული იყო იქ ნაყინებით და აბაჰე და აბახო. ხო და ესე ხანდახან ფიქრობ ხოლმე, რა ჯობია კვანცა ხა მაგალითად თქო ჩემთვის ვეკითხე. წამოწვი იყო სახლში შენთვის. მაგრამ სახლში მე საქმე ხალხო რო ხარ, რა მე მთელი დღე საქმე მაქვს ხოლმე. აი მთელი დღე ხალხო ხარ ფიქრობ ხოლმე რომ ანუ რანაირად მაქვს მთელი დღე საქმე. ისო საქმე მაქვს. 24/7. დერობას კდება ხოლმე მე რომ აი რატო? აი რომ მართლა ვერ ხვდები ეს თქნარება მაგიშებს, რამე ვირუსია, ჯადომა გაკეთებული, თვალი მეცა, ვერ გავიგე. გუშ პირველზე დავიცინე ღამე. რაღაცა ძალიან გადავწიე მე დრო და არ მომწონს ეგ ამბა. და 7:19 წუთზე ავდექი. ეხლა ნახეთ 14 წუთზე მქონდა მაღვიძარა. მერე 15 წუთზე. 1 წუთი კავიხაზილი და ეხლა 19 წუთზე დავახერე. ხოდა ჩემ გვარს მქონდა ისე 15 წუთზე და ვთხარი. ეხლავე გავიგო რომ გათიშე ვთხარი. არ დამირეკოს 15 წუთზე მაღვიძარა აკატავრიო ვთხარი. აიო შენ კიდე 4 წუთი რაღა ერთო ხალხო არის დამჭერეთ. ხო და რა არის ხე 4 ვაიმე მე ვთხარი კაცო ჩემთვის არის. აი როგორ გითხრათ ხანდახან ვიტყვი ხოლმე რომ მაგალითად 5 წუთით ადრე გახვალ სამსახურიდან თუ 5 წუთით გვიან რა მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ მე სამსახურიდან მეტრომდე ჩქარიტაშებით შემიძლია 5 წუთში უკვე ჩავიდე. ანუ შევიდე მეტროში. ხო და ეგ იმას ნიშნავს რომ წინა ვარ და როგორ არის ნიშნავს 5 წუთით ადრე გახვალ და 5 წუთით გვიან. ეხლა რაღაცას ელოდები აღარ გიწყობს არაფერი თორე ხა ზოგადად მარტო დავლაყუნობ თორე ხა როცა თქვა რაღაცა თიას მესუველოდები და თიას უმელოდებ ანუ ერთად დავდივარ.
მოხოთ იმის რომ ეს ბევრად შორს ცხოვრობს გინეჩებს ანუ მე რომ სახლში ვარ და უკვე ნახევრად მძინავს ის მე მიდის სახლში ხელა გზიდან დადის თუ ხოლმე რომ წადიდეთ წუდადრე მაგრამ ნუ ერთად დავტივართ მოკლედ ესე იგი ჩემი ახლობლის ბავშვი რამჭირს გეფიცებით არ ვიცი რა ჩემი მეგობრის ბავშვი, ჩვენი ახლობლის ბავშვი, იმდენ ხანს ვერ ვნახე. მე გონებთ ოფიციალურად ვერ ვნახე საჩუქრით, თორე ისევ ვნახე ოფიციალურად. რო ზაფხული გავიდა. და კაბა მქონდა ნაკეთი. რომელიც იყო ზაფხული. იმდენამდე ვერ მომიცალე წასასვლელად. საჩუქარი საყიდელი მაქვს. იმიტომ რომ ზაფხული აშკარად გასულია. ზაფხულის კაბას ღორები უტაზად დაჭი, ანუ. მე როგორც გიჟი მილიონერი მიტევს ხვის საჩუქრები, რომელიც სეზონიც გავიდა, დავიყიდო, ანუ. რაიმე დედა. გაგზავნე რაღაცა ვირუსი მაგთქოდა. რა ვიცი. კაი, ავდგები ხა ჩემი ქმარი მოდის. უცებ სადილს მომსად. იმიტომ რომ ყავა მინდა ისე როგორც წყალი. ყავა მე დღეს არ დამილევია. ანუ ვერ მოვიცალეთ მე და თია რომ ყავა დაგველია, ამიტომ პირველად ახლა უნდა და შევქმარში ვპირდი და განარას გაიგებს ხა მე რო თავლიო თქვენთან ერთად. რას გაიგებს? კიდე დავლებ. მაგრამ აქ რაღაცა ვერ მიშვებს, სინდისი ვერ მიშვებს, ესე რომ მოვიტყურო. ან რას მეტყვის რომ დავლიო. მაგრამ რაღაცნაირად სინდისი არ მიშვებს რა. მადლობა რომ ავისოთ ჩვენი გლოსი რომელიც ძალიან მომწონს კი არა უკვე მიყვარს და ყველაზე მეტად აი ნახეთ უბრალოდ რამდენად კარგი ფუნჯი აქვს მოგრეხილი ამისთვის ძალიან მომწონს ასე გადავედით უჩიდან იცით ინე და ამას ასევე ვისვამ ძალიან ცოტა საიამეებზე და ძალიან კარგ სიბზინვარეს აძლევს და ძალიან მომწონს გარეთ რო გავალთ მე ზე არ არის უკეთ რო ნახოთ შენობაში უფრო ბზინავს ჩავიგდოთ ჩანთაში ეს პაწაწუნა ჩანთა და მოხს რომელიც პაწაწუნა შენს მაგრამ იმდენი რამე ეტევა რომ დღეს დასუფთავება არ მოსულა როგორც ჩანს აქერ წავედით და ნაგვავის გადაყრა აღარ კი გვაქვს მაგრამ ვინ გადაყრის არ მოსულა არა საყვარელ ვარ დააგვი ანუ უბრალოდ აი იქ ნახეთ რა ამბავია აი აქ კი დაინახავთ დარწმუნებული ვარ დიდი ხროვაროა აქ შეუძლიათ ხალხს ხვის მეზობლის კარებზე ყარონაგავი არ ვიცი ორნაბიჩში მოვედით, მაგრამ ჯერ 800 უკლია 5, ამიტომ ღია არ არის 8-ზე იღება. კრუასანები მოვიყიდოთ. არის ამოსთვის. რა დედა. უში 5 საათის მერე მარიამს არაფერი უჭამია, იმიტომ რომ წამოვიყვანე ბაღიდან და დაეძინა გზაში და დილამდე ეძინა. წინა დღეს რო გავაღვიძე, ისტერიკები მოაწყო. ძირს ფორთხავდა, ტიროდა ალბათ 2 საათი. ამიტომ აღარ გავაღვიძეთ, იმიტომ რომ ძალიან
გაღიზიანებული იყო და დაღლილი. ამიტომ დღეს კრუასანი უნდა შევძინო, რომ იქიდან რომ წამოვალთ, მივირთვა სანამ ჩაეძინება თუ ჩაეძინა. თავს დავისხვალ. ველოდებ. რაიხითეთე? აი ჩაყარელო. დილამშვიდობის მეგობრებო. ჰაი. თბილისში ისეთი ცა გვაქვს, რომ თითქოს ჯერ არ გათენებულა. დილის 9:20 წუთი გახლავთ. და მე და მარიკო მივდივართ სამსახურში. ხოდა მიხარია, იმიტომ რომ ხვალ უკვე პარასკევია. და ვიღე რომ მეუბნება ხოლმე შაბათ-კვირას გამოფიარებით ცენტრები, იმიტომ რომ აი ვეღარ ვინწრები ხალხო. სადილი, სარეცხი, საჭმელი და დასვენება. ამით შემოვიფარგლები მხოლოდ. და ვიდეოების გადაღება. ამიტომ ვისაც ნახვა გინდათ, ჩემთან მოდით. ჩემთან. ყველა მეუბნება რომ ჯერ ახალი დაწყებული გაქვს, ანუ საღამომდე მუშაობ. ხო და იმას იზაო რა ქვე მიეჩვევიო და ახარ გექნებაო ესეთი ის, ანუ ეხლა რომ წყვდები, ეს სიცოცხლე აღარ მინდა. ანუ მეც არ გენდობებაო, მაგრამ შეძლება რომ გახვიდესა. ხო და დავუჯეროთ, მომეცი ხელი დედიკო გამოცდილ კადრს. კვირა დღეს უფრო მეზარება ხოლმე სანმე გასვლა, იმიტომ რომ უკვე დასკვნითი დღეა და მარიკოს მომზადება, ჩემი მომზადება და Привет. ხო და ამიტომ ჩემი თანამშრომელი იყო, რომელიც უძღვება რუსულ სექტორს. რა თქმა უნდა, ჩემზე სწრაფად გაიქცა, იმიტომ რომ უნდა მიიღოს ბავშვები და ჩემი ბავშვის ფეხით ვერ მივალთ იქ 15 წუთი კიდევ. როგორ საყიდო. წავედით საყვარელ. არ გაბედო წვიმა. იმხელა ქოლგით ვარ ხალხო, აი მე უნდა გაჩვენოთ. ამ ქოლგაში ანუ უგრძელესი. რამე პატარა ქოლგა უნდა ვიყიდო, რომელსაც დავკეცავ და ვატარებ, იმიტომ რომ ამის ტარება შეუძლებელია. ძალიან კარგი და დიდი ქოლგაა, მაგრამ მომწყდა მაჩი. ხო, ქოლგით არც დავდიოდი. მერე უქოლგოთ აღარ და გამოვდიოდი გარეთ. და ახლა იძულებით აღარ გამოვდივარ, იმიტომ რომ ბავშვი არ დამისვოლდეს და თან ანუ ადრე რატომ მიყვარდა უქოლგოცია, რომ მართლა ვერ ხვდები, იმიტომ რომ ვლპებოდი. ხო და ახლა დისკომფორტი მაქვს, ანუ ქოლგის გარეშე არ მიყვარს სიარული თუ ვატყობ წვიმა საპირებს. გამარჯობა. არ მიყვარს. თქვენ გიყვართ ქოლგით სიარული, ჩემი მეწყვილეს რო ვეძახი, იმას არ უყვარს და დედას გეფიცებით. იმ დღეს მოვიდა, რა ვიცი, გასაწვევა. მარე გონა რომ რუტინის გარეშე დავიძინებდი. საღამომშვიდობის მეგობრებო. კი არა და ღამეა უკვე 9 ხდება. მოვათრიე დაღლილი ხელფეხი სახლში. სხვათა შორის გაჩერებიდან გწერდით მადლობებს. რო იცოდეთ. ბავშა კიდევ. გამოვედი მშვენივრად ვიჭყუბალავე. ოდნავ დაღლილობაც მომეხსნა. ხო იცით, ცხელი შხაპი ძალიან შველის მაგამბოს. და დიდი ხანია ქალობის დღე არ მომიწყია, აი ესე დავჯექი გავიკეთე, აი ძირითადად რო ვწევარ თატარის სახეზე ვისმე ხოლმე ეს ბოლო პერიოდი, მაგრამ გადავწყვიტე რომ დღეს ვიქალო და წავიტყლაპდო სახეზე რაც საჭიროა მოკლედ.
და რაც მინდა და რასაც ვეღარ ვახერხებ და სხვათა შორის ჩემმა გამომწერებმა შემოაჩინეს რომ კანი ცოტა გამომშრალი გაქონდა მართალს მეუბნებით იმიტომ რომ მართლა გამომშრალი მაქვს რადგან მიუხედავად იმისა რომ უთენია ვდგები ხალხო ვერ ვასწრებ გჯერათ როცა მარტო ჩემს თავზე ვზრუნავდი და აქ მყავდა ბავშვი და არა გავრბოდი უთენი აი ვასწრებდი მაგ რუტინებს კი არა ვიდეოს გადაღებასაც ვასწრებდი და რა ვიცი მე ეგ ცხოვრება წავიდა გინაცვალ ვაიმე ხალხი იყო დღეს ხალხო მეტროში აი რა გითხრათ წყვეტა შემიძლია თავად გითხრათ რომ იყო წყვეტა ანუ მეთქი რაღაცა ხო არ მოხდა ვიფიქრე რატო ამდენი ხალხი მაგრამ საღამოს ხო იცით ბევრი ხალხი და პლუს გარეთ რო ცოტა გაწვიმდება ნუ ყველა უკვე მეტროს მიაზკდება ხოლმე როგორც ხდება ხო და ამიტომაც გოგოებო კაი გლეჯვაში ვიარეთ აი კუსნა ბიჭებით მეტროში არა თქმა უნდა ჩემ გოგოს ეძინა არაფერი გაუგია მაგრამ მე და ჩემ მიწვილებ ძალიან კარგად გაიგეთ მარიკოს ხელში აყვანები რა შვებით ხალხო კარგად ხართ ხო კარგად ხართ ხო კარგად ხართ ხო კარგად ხართ ესე იგი ადრე უფრო მეტად არ მომწონდა ეს მიუხედავად იმისა რომ მომწონდა ადრე მეტად არ მომწონდა ახლა მეტად მომწონს ანუ რავი რატო და მე მგონია რომ ვფიქრობ რომ ფაქტობრივად ზამთრის არის რა ზამთარში უკეთესად ვიყენებ აცივ ერთ-ერთი რაც არ მომწონს გოგოებო ამის ნახეთ ანუ შეფერილობა აქვს რა აი კონსილერს რო ისონდა რაღაცა ამ დაგვარი აქვს ოღონდ ანუ მაგაზე მოყავისფრო ეგ არ მომწონს ანუ რაღაცა BBC-ს აქვს და ანუ არ მომწონს ერთ-ერთი ეგ არის რომ აი უფერო მერჩივნა მაგრამ იქ არ დააკვირდა ქალბატონი გვანცა და წამოახოხიალა ისე რომ არ დააკვირდა ეხა რაღაცა ვინერვიულო ვამთავრებ მაგრამ ანუ ზოგადად როცა რამეს ყიდულობთ ჩემსავით ბრბაჭუკებივით მივიყიდე დააკვირდით უი ის დამავიწყებიც მოვიდანო ესე იგი გუშინ თუ როდის ვიღებდი ხა თუ გუშინზე გადავიყრა მე არ მახსოვს მოკლედ დოდონას განყუთვით ვიდეო რო გადავიღებ მან მქონდა ძალიან სადღაც 7 წუთიანი ვიდეო როგორ ვემზადები დოდონასათვის მე ახლა სავარაუდოდ თუ არ წამიშლია აი კადრები გავუშვებ აქ სადმე და გაჩვენებთ ესე იგი ხსნიდი ტელეფონში ვიდეოს და ჩვეულებრივი ვიდეო იყო როგორც ახლა მაგალითად ნებისმიერი რაც ამსაც კაპკატში ვაგდებდი დასამუშავებლად გადასაბმელად და რაღაცებისთვის აი ესე შვებოდა ვიდეო ანუ ვერ გაუგე რა უნდა ძალიან მაინტერესებს ახლა რო გავა აი აქ თუ არ წამიშლია რანაირად გავა ესე თუ ჩვეულებრივად ანუ შენელებული კადრებით გადიოდა და არ ვიცი რატო და იმდენად შენელებული იყო რომ იმდენად აცდენილი იყო ანუ ვინ არის დე მომიტანე ტელეფონი საყვარელს ხიხად მირეკავ კიდე გავიგე ხმარმა მარიამ როგორ მომიტანე და ტელეფონი მადო შემიხმა გავიგე უცებ მარიამს ეჭირა ტელეფონი და მეთქი რანაცნობი ხმა აიმე დღეს ასაცობში ვიდექ აჰა სალიკლდე აესე ვიდექ ჰაი ხარ აესე ვიდექ ხალხო ვაიმე საჩობი ვაი არ ვიცი რა გვეშველება მე ჩემამდე არ დადის აი ხარო რაღაცა დადის ეგ არ დადის გავარ აქეთ ბალღი ამოჩლიავებული მე ხან არის ატულიშვილი მყავს ხო აქეთ ბალღი ამოჩლიავებული დედასავით ლამაზი და ტრენდი აქეთ ჩანთა ამოღლიავებული და თითებზე ცელოფნები ხუჭიც ქოგა ჩამოკიდებული ხუჭა წამეღო ვაიმე ვერც იმიჯერ ვერ წავუკან გავარ ახლა მე
ხო გომას მიხდება ჯდომას და წოლას ვარა ახლა თუ არჩევაზია საქმე დავწვევი ხო ვერ დავწვევი კახო ვერ დავწვევი აჰა ესე იგი მე ვიფიქრე წამია გული ცოტა ხე წავწვევი ძისა დავეგდები მე ცოტა ხე გოგონება დავაშვერე ვერ აყარო ერთი თვალი მოვჭუტე ვიფიქრე გული წამივა ვიღაცას მივეყოდე ვიღაცას სუნიანი რა იცი ვინ არის ხო ანა რა ვიცი ახლა ვიღაცასაც ვოლიყავდი დამეტაკოს ამ ჩემ ქვას ასე ხუდები ჯარი მწერია ხო და მე ისევ ჩაიშალა ვერ წამოვწვევი მიყუდები რა ვიცი ახლა ვის მიყუდებოდი ახლა სტოლმა ხო მეტ გადაიცა რა ქვია ხო თიტა რატო გაგნერვოზიო ხალხი მეკითხებ აჰა თვალები ხალხო 15 ჩუთი ვიდექი სალი კლდე 15 ჩუთი მე ამბალხს დაეძინა ხჩებ ტრენდული ულიშვილი რო არის ხო ტრენდული რო და დედასავით ლამაზი როა მაით ეთქო მოდუნდა ხო და ყურებში ჩავჩურჩულე მე უთხარი დედასავით ლამაზო გაიღუძე გენაცვალა დედა მე უთხარი ამომხრიდა შენი გულისთვის აბარას ვისავდედა ხო და გითხრათ და აბა მეთქი მივაწექით ხალხო ერთმანეთ ვერ მივჭივართ შო აჰა ჯაჭი მე უთხარი მომაწექით უკნიდან და კოლიდორი მე უთხარი გამარღუიო ეს აი ბალღმა დამაკრა გული იყო მიიყო დედასავით ლამაზი ხო მომაწექით ხალხო მე უთხარი დელაოღოთ ბავშვი დამაგდებინოთ და გავარგუიოთ მე უთხარი კოლიდორი ხო და ვინ დამიდგებოდა ცირკებით მივაწექი ყველა რაღაც მე წუდი კი ვიდექი მაშინ რა ქვია საჩოფში ბარა ამოხოხიალდი ახლა ისა მაგ ჩაწერილი რა ქვია რუკა თუ რა ქვია იმასა გოგო რაღაცა საიტი მაქვს რა ჩემი მარშრუტკა რუსა და მოხოხიალო მიხოხიალო ვიგე ახლა მგონია ჩუთი ეუდა მივასწრო სადაში მარშრუტკა გადაწყვიტა რომ 5 წუთით ადრე გასულიყო ენაცვალა დედა ხო სად მიდიხარ შეიდრო რო არ არის ახლა გავიარა თერვა ჩემა ცხოვრებამ დღევანდელი დღისა როგორ მაწებოდა ხალხი ვითელებოდი კიოდი ჭიოდი ძისავას სკდი ვაგზისა მოიტანე და წავიდა მარშრუტკა ვაიმე სიკვდილი ჩავხედე თვალებში მეთქი ახლა აქ რო იყოს ეგ ძღოლი ხო ხო მე თუ მაგალ ხო და ხედავ შიო კანი რუკაზე აღარ აჩას ახალი წასულია და იქიდან რა როდის მოვა იცით ხალხო მომავალ ზამთარს მაინც ამეშალა ნერვები აი შეცმაკ და არ გოგო ესა ფლუცინადა